თბილისის 10 რაიონს სამწუთებისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სარემონტო სამუშაოების გამო დილის 10 საათისათვის ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის, ვაკეს, საბურთალოს, ისანის, სამგორის, დიდუბეთ-ჩუღურეთის, ნაძალადევისა და მთა-წმინდის რაიონის ნაწილებს შეუწყდა. ამ დროისათვის განცხადება ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე უკვე გაკეთებულია უწყების მინისტრის მოადგილემ და თელასის ტექნიკური დირექტორის მხრიდან. მათი განმარტებით თბილისის მასშტაბით დროებითი შეზღუდვა ზამთრის სეზონისათვის მზადებამ გამოიწვია და დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქს აღუდგება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კომპანია თელასი ქვესადგურებსა და დედაქალაქის ელექტროგამონაცვალებელ ქსელში აქტიურ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას იწყებს, რაც მოსახლეობისთვის დენის გათიშვას გამოიწვევს. მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისთვის, რათა ზამთრის თვეებში ქვეყნის ელექტრომომარაგებაში რაიმე სახის პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მოგახსენებთ, რომ კომპანია თელასი ზამთრისთვის მოსამზადებელ სარეაბილიტაციო სრულმასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სამინისტროსთან და პერმანენტულ რეჟიმში ხდება ინფორმაციის მიწოდება. კომპანიაში ასევე მინდა გაცნობოთ, რომ კომპანიაში მუშაობს ცხელი ხაზი და ვებგვერდი, სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება ინფორმაციის განთავსება.